და ამ წუთებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროგრამის Agile Spirit 2013 შემაჯამებელი სწავლება მიმდინარეობს. გიორგი მანჯავიძე ახლა დაბა ვაზიაში მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფება. გიორგი, გისმენთ. Agile Spirit 2013 უკვე დასკვნით ფაზაში შევიდა. დღეს და ხვალ ორდღიანი სწავლება იქნება. ეს სწავლება არის მაქსიმალურად მიახლოებული რეალობასთან. როგორც ხედავთ, ჩვენც მაქსიმალურად მომზადებული ვართ ამისთვის. უსაფრთხოების მიზნით ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები გვაქვს. ამას გარდა ლაზერული ასე ვთქვათ ჟარგონს გამოვიყენებ დატჩიკები გვიკეთია რომ რადგან ჩვენც ჟურნალისტების ჩართული ვართ ამ სწავლებაში როგორც იცით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 350 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს საზღვაო ქვეითები ეს არის კომპლექსური სწავლება სადაც სხვადასხვა ტიპის იარაღია გამოყენებული ამ სწავლებაში ასევე ჩართული არიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ისინი ავღანელ მოსახლეობას და ტერორისტებს ასახიერებენ ასევე მონაწილეობს ჩვენ ჟურნალისტები გეტყვით იმას რომ ეს პირველად ხდება როდესაც ესეთ მასშტაბურ სწავლებაში ჟურნალისტები უშუალოდ იღებენ მონაწილეობას და ამ ოპერაციებში არიან სწავლების ოპერაციებში არიან ჩართულები ეს კეთდება იმისთვის რომ აი ეს ოპერაციის გაშუქებისთვის ჩვენ ჟურნალისტები უფრო მომზადებულები ვიყოთ და გარკვეული ცოდნა შევიძინოთ თუ რა სახის დაბრკოლებებს შეიძლება შევხვდეთ დიდი მადლობა გიორგი მანჯავიძე საუბრობდა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე